გოგა მოვიდა ჩვენ ხანდრა მოგესალმები გოგა როგორ ახარ BBC მიკითხოს თორე ხო BBC-ზე რა ანუ აი პირდაპირ რო გვეთქვა რომ უკან გაიკეთეთ მთელი BBC-თ ხო შეიძლება ეგრე მარტივად არ არის საქმე შალვა მე მინდა გითხრა რომ იმ ინტერვენციის მერე რაც საბჭოთა კავშირმა და მერე რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ იმ ოკუპაციის მერე ესეთი ტიპის ინტერვენცია საქართველოს მიმართ არ განხორციელებულა რაც გააკეთა BBC-მ გულისხმობ ამ არა გაუკეთებიათ იმიტომ რომ მე მინდა გითხრა რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა 1914 წელს როცა გერმანიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში იმის მერე 100 წელი გავიდა და ყველას ახსოვს რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული იმიტომ რომ საშინელი მეორე მსოფლიო ომის არ პირველი მსოფლიო ომი მეორე ანუ ეს მეორე მსოფლიო ასე იმის მერე ხოეურებით გავიდა 100 წელზე მეტი და მთელ მსოფლიოს ახსოვს იმიტომ იყო გამოყენებული ეს რომ აი პირველი მსოფლიო ომი იპრიტი ხო მახსოვს აი ეგ შენ წარმოიდგინე ხო ეს რას ნიშნავს და ესეთი დარტყმა ქართული საზოგადოების ქართველი ქვეყნისთვის ქართველი ერისთვის არავის არ განუხორციელებია მე დაუბრუნდები მე ამ ქართველებთან ვინც ამაში მონაწილეობენ მე ვთქვი დღეს რომ ამ შხამში რომელიც გამოიყენეს პოლიტიკურ შხამში რომელიც გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი სახელმწიფოს ჩვენი ერის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გარეული იყო გიგაური ეს ისენი ჩახონაშვილები ეს ნანოაშვილი და ისენი გაურიეს რატო იცი რომ ქართული ელფერი ქონოდა იმ საწამლავს რა ეს ისე როგორი დარტყმა არის იმიტომ რომ მე მინდა გითხრა რომ ეს ბევრმა წაიკითხა ეხლა სხვა საქმეა იქ რა ეს თიძე ღილაკზე დამჭერი ადამიანები თუ არა ადამიანები ბოროტ მოქმედები რასაკეთებენ როცა იქ იმ სპეცსამსახურში თიც აჭერენ ღილაკს და ყველა ერთნაირად კაკანს რო იწყებს ერთიანად რო იწყებს სხვა საქმეა რომ იმდენად მოუმზადებლად გააკეთეს სულ ყველაფერი ყველა სხვადასხვა რამეს ლაპარაკობდა ზოგს ბუმბული გასწევდა ზოგი იმასთან ცხოვრობდა ზოგმა ის ანესთეზია და ზოგმა კიბოდა ყველა თავისას ლაპარაკობდნენ არ გააფრთხილეს რა უნდა ეთქვათ რა სიმპტომები აქვს ამას არ გააფრთხილეს რომ ამას სიმპტომი კი არა ეს კლავს ადამიანებს პირდაპირ იქ უნდა ყოფილიყო ასობით მოწამლული ამ ასობით მოწამლულში ღმერთმა დაიფაროს და ათობით გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო ის შხამი რო გამოიყენებინათ რაც BBC-მ გამოაცხადა რის შესახებაც BBC-მ გამოაცხადა შენ წარმოიდგინე როგორი სპეცოპერაცია განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ ეს მე მინდა გითხრა რომ ეს ლაქას ჩვენ დიდხანს ვერ მოვირეცხავთ იცოდე ვინც ამაში მონაწილეობდა ხო ეს გიგაურები ეს ჩახნაშვილები და ესენი არიან ბოროტ მოქმედები ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები პირდაპირ ღიად ლაპარაკობ ამას და ამაზე პასუხს ვაგებ და მზათავარ სასამართლოში განვაცხადრო ხო მაგრამ მე ესე ტრაგიკულად არ უყურებ ამ ქვეყნის BBC-ს არა აქვს მორალური ძალა არა BBC-ს რა ძალა არა ამას არავინ არ დაიჯერებს ეს არ იმოქმედებს როგორ ეხლა ეგრე არ არის მე მგონი არა BBC-ს გავცელების არის ძალიან დიდი მსოფლიო არ იმოქმედებს არა ჩვენი ქვეყნის დეპუტაციაზე არის პირველი შემთხვევა ამას წინ რამდენიმე წლის წინ იყო განცხადება იგივე BBC-ების, MBC-ების, CNN-ების, MNN-ების რომ ჩვენ მოუწავლეთ საქართველოს პრეზიდენტი და ამაზე იყო ისტერია ატეხილი ამას მხარს უჭერს კონგრესიდან, სენატიდან წარმომადგენლები, ევროკავშირის, საფრანგეთის იმიდან სენატიდან. ხო, მაგრამ ინგრევა ეგ ყველაფერი. ეხლა ეს გასაგებია რომ ეგ ინგრევა შენ იცი და მე ვიცი. და ივან გაისად აღარ იყოს ეს ორგანიზაცია. ერთი მათქმეინე რა შალვა ბოლომდე ჩემი აზრი რა. გავიგე რომ შენ მე გეუბნები რომ ესე მარტივად არ ჩაივლის. მთელმა ევროპამ უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნებში მოისმინა ის რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ადამიანები, ქართველი მამები, იმიტომ რომ ის პოლიციელები არიან მამები ოჯახის, საკუთარი შვილების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებენ. და ეს გაავრცელეს ყველგან როგორც შეიძლება. ნანოაშვილი, ეს ბოროტ მოქმედი, ხო? გამოდიოდა იმისი, რა ქვია, აღმოსავლეთ ევროპის აეხლა დიდი სამიტი იყო და იქ ამტკიცებდა რომ ქიმიურ იარაღს ვიყენებთ ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანის იმაში ქვეყანაში ერთმანეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღს ესე მარტივი არ არის ამას ისე ნუ უყურებ რომ ჩავარდა თვითონ სპეცოპერაცია რომელიც იყო დაგეგმილი იმიტომ რომ იქამდე დაეცნენ თვითონ დაეცა ეს თელი ეს პორნოლიბერალური სამყარო თავის სპეცსამსახურებით ხო და ეს ნათელი გახდა არაერთხელ გვითქვი ამ სტუდიაში როდესაც CIA-ის დირექტორმა თქვა რომ გამოიხსნენ იქიდან
პორტარტურის ხენს რო გამოა ავღანეთიდან. თქვა რომ ჩვენო კაბულში არ ველოდებოდით თალიბანსო. ხო და მაშინ გახდა ნათელი რა დღეში არიან და ეს ოპერაციაც როგორც არის ჩატარებული, ესეც იმას ადასტურებს, რომ სადამდე არიან დასულები, მაგრამ თვითონ ჩანაფიქრი, თვითონ ამ ბოროტების სიღრმე, ხო? ესე იგი როგორი ზიანი მოიაყენეს ქართულ საზოგადოებას, ქართველ ერს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ერთმანეთს ქიმიური იარაღით წამლავს. იქ იყვნენ კაცები, რომელთა შვილები, ან შვილიშვილები, ან მეზობლები, ან მეგობრები, ან მეგობრების შვილები, ან რაღაცა თანამოქალაქეები იყვნენ და მიუშვეს საშინელი ქიმიური საწამლავი. ეს არ არის ესე მარტივი, ჯალვა. ეს აქ ჩავარდა, აქ მივიდნენ იქამდე, რომ აქ აღარავის აღარ ჯერა. ენას ძვალი არა აქვს. გასაგებია, მაგრამ მე რა მინდა გითხრა, რომ ეს აიკითხა მთელ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში მოისმინეს ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, მოისმინეს, რომ ერთი ათეული ქართველი გადაგვარებული, რომელსაც რანაირათა ნანუაშვილი ქართველი როგორ არის, ან გიგაური როგორ თუ სადმე რამე ბოროტებაა, თუ სადმე რამე ღირსების აყრაა, თუ სადმე რამე ლანძვაა, თუ სადმე რამე წილისწამებაა ქართველი ერის წინააღმდეგ, გიგაური ყველგან იგზის. იქ არის ნანუაშვილი, იქ არის ნახიდაშელი და იმიტომ. გესმის, მერე შემოესევიან ეს მოკუჩავები და ისინი და დაადასტურებენ, რომ აი ჩვენმა ექსპერტებმა რო თქვეს ეს. შენ გესმის, ვინ უნდა იყო, რომ საკუთარ ოჯახს, იმიტომ რომ საქართველო არის ოჯახი, ხო? ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი. საკუთარ ოჯახს დააბრალო დანაშაული, რომლის ქვემოთ აღარაფერი აღარ არის. ქიმიური საწამლავის გამოყენება საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ამის იქით აღარაფერი აღარ არის, ხო? მაგას ჯობია დუელში გამოიწვიო შენი შვილი და ესროლო, ვიდრე ქიმიური იარაღი მიასხა და მოკლა, ხო? აი ამ დონეზე დაეცა ეს კასტა, ხო? ეს სექტა. და მე მინდა გითხრა, რომ ესა ვერ ჩაიulis ესე მარტივად. ამაზე პასუხს აგებენ გიგაურები, ისინი რაგვარია ჩახნაშვილები თუ ვიღაცეები, ხიდაშელები, ეს ნანუაშვილი პასუხს აგებენ აუცილებლად. უნდა აგონ პასუხს კანონის თელი სიმკაცრით, იმიტომ რომ მეტი შეურაცხყოფა ჩემთვის, შენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ძნელი წარმოსადგენელია. იმიტომ რომ ჩვენ გამოგვიყვანეს ერად, რომელიც საკუთარ შვილებს ქიმიური იარაღით წამლავს. და გინდა რომ გავიაზროთ კარგად და მაყურებლებს და ვინც გვიყურებს, მინდა თქვენ გესმით რა დაგვაბრალეს. და ყველა ჩვენთანაც დააბრალეს, იმიტომ რომ ჩვენა ვართ ამომრჩევლები იმ ხელისუფლების, რომელმაც ვითომცდა ეს განახორციელა. ესე იგი ჩვენ ყველანი თანამონაწილეები, ჩვენ ვიცოდით ეგ და ამის მერე მივეცით ხმა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ეს ერთი წლის წინ მოხდა. შენ წარმოიდგინე, რამდენად დაჩლუნგებულები არიან. ლოგიკა ხო არსებობს. ხო და მაგას გეუბნები, როგორ არიან გადაგვარებულები ყველანაირად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ალაპარაკდნენ. ეს ის რო არის, ის რო გამოვიდა, ის ბუაძე, ერთი კვირა ვაშრობდიო. რასო? სველი ის მეცვაო, კურტკაო. ერთი კვირა ვაშრობდიო. ერთი კვირით მერე მივიტანეო ქიმწმენდაშიო და იმ ქვენწმენდის თანამშრომელიო მოიწამლაო და ქიმწმენდის თანამშრომლები არ წმენდავენ. საერთოდ არ წმენდავენ. მანქანაში, მაგრამ შენ აზახარ ვისთანა გვაქვს საქმე? აი ეს ტოპტვინები რადონეზე არის, ან ისინი ვისაყნობიან, ან ეს BBC ეს თუ რამე არის სიმბოლო დღეს სირცხვილის ბრიტანეთის რა, ორი რამეა მათი ასე წარსული, კი ბატონო, იმპერიალისტური წარსული, რასაც ჩადიოდნენ ინდოჩინეთში თუ აფრიკაში და BBC. დღევანდელი BBC არის სირცხვილი ბრიტანეთის იმპერიის არსებობის. საკუთარი ნაიჯელ ფარაჯი უჩივლა, ეხლა აღარ ვამბობ ტრამპზე, რომელიც 5 მილიარდს თხოვს, ხო? გადადგა დირექტორი, გადადგა ახალი ამბების. შენ გესმის რა მდგომარეობაში ეს პორნოლიბერალური სამყარო, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ეს მადარდებს, იმიტომ ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ, ხო? გინდა არ გინდა ამათთან ერთად გვიწევს ცხოვრება, ხო? სხვა საქმეა რომ გავემიჯნეთ და აბსოლუტურად აი ისე მტკიცედ დავიცავით ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მომავალი, მაგრამ ეს ხო იმას არ გამორიცხავთ ჩვენ მათთან ერთად ცხოვრება ვიცით. აი უყურე მეგონი მათთან ერთად არ მოგიწევს, იმიტომ რომ სხვები მოვლენ ტურფასა საბაღდანოს, იმიტომ რომ აი ტრამპის ახალი დოქტრინის თანახმად ევროპა საერთოდ არის გამორიცხული, უბრალოდ ოკეანის გაღმა სამყარო არის გამორიცხული. ანუ ევროკავშირს არ ელაპარაკება ტრამპი.
ანუ ოფიციალურადაც აღარ ელაპარაკება, ხო. უკრაინაზე ამბობს, რომ მიდითო ზელენსკი ცოლად მოიყვანეთ, თუ გინდა, თქო მე ფული არ მთხოვოთ. რუსეთთან ამ დოქტრინაში რუსეთთან სტრატეგიული კავშირი უწერია, სავაჭრო, ხო. ბიზნესში გადაიტანა ხო, ყველაფერი, ხო. და საერთოდ სოფლიო პოლიციის როლზე სასახად მკაფიოდ უარს იძახის. ეს არის ტექტონიკური ძრა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ გაცხადდა უკვე. და ევროკავშირს, ნატო რო დაშლილია უკვე გასაგებია, გავიგეთ. ევროკავშირსაც ძალიან მალე დაერხება. არა, ევროკავშირი უკვე დაერხა. ხო და ანუ ამ კორუფციული სკანდალის ფონზე რაც ხდება. ეხლა დაიჭირეს ხო ის მოადგილე. ეხლა კაია კალაზე დგას საკითხი. კაია კალაზე. ვიზე ევროკავშირი აღარ არის. დაამთავრდა და ამიტომ მინდა რა ჩვენ ხელისუფლებას მიმართო რა ეხლა პარლამენტში ვარ მაგისი მასოთ გამოიღეთ ეს ვერ ამოიღებენ უბედურება იმიდან რა ქვია ვერ ამოიღებენ ჯერ პლებისციტი ჩავატა რის ევროკავშირი ჯოჯოხეთში რატო გვიწერია კონსტიტუციაში რომ საქართველოს უნდა მივიდეს ჯოჯოხეთში რატო უნდა მივიდეს ჯოჯოხეთში და თან არც არსებობს უკვე ხო ეხლა მე ერთი რამე მინდა გითხრა ხო ამასთან დაკავშირებით ის იმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რა თქმა უნდა ისმინე ხო აი თავმოყარეობის ნასახი რო კონდეთ. აი ნასახი, აი ამდენი თავმოყარეობის რო ამის მერე რაც ტრამპმა მათ შესახებ თქვა, მაგრამ ძალიან დამამცირებელი. ის არის საერთოდ მე სოფლიოში რა ხდება, წარმოიგინე. სომალიზე თქვა რომ მე ეგეთ ქვეყანა არ ვიციო. ეს არის ტერიტორია, სადაც კლავენ ერთმანეთს. უმისმინე, ეს არის ტერიტორია, სადაც ნაგავი ცხოვრობსო. და კლავენ ერთმანეთს. ეს ნაგავიო უნდა გვოვაშოროთ ამერიკასო, ხო? ეხლა მე რა მინდა გითხრა, იცი რომ თუ ეხლა რა უნდა გიკვირდეს იმ სამყაროში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყანაზე იძახის, რომ ესო ტერიტორია, სადაც ნაგავი ცხოვრობსო. და ნაგავი უნდა გავყაროთო, ნაგავი. ეს იცი რა არის, ეს ზუსტად იმის გაგრძელებაა, რაც იყო ბრიუსელში 1960 წელს, როცა ადამიანების ზოოპარკი იყო, რაც ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა 1960 წლამდე საფიფარიშოში შავკანიანებს არ უშვებდნენ და ასე შემდეგ. ეს მითი რაღაცა ღირებულებების, რაღაცა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების არის მიწასთან გასწორებული. და ამის სიმბოლოს ვართ დღეს ჩვენ, როდესაც აი მთელი ეს პორნოლიბერალური სამყარო ესე უტიფრად, ესე უსინდისოდ, ესე უთავმოყარეოდ უტევს ერთ პატარა ქვეყანას, რომელმაც ერთადერთი რამე განაცხადა, რომ ჩემი თავი მე უნდა მეყუდნოდეს და მე ომში არ თვითონ გადავწყვიტავ ჩემ ბედს და ჩემ მომავალს. და არ დავიღუპავ თავს. არ დავიღუპავ თავს თქვენი გულის, არც თქვენი გულისთვის. არავის გულისთვის, ხო. თუმცა 3000 წელიწადია არც ერთხელ უარი არ მithქვია იმაზე, რომ ჩემი შვილებს თავი დაედოთ, იმისთვის, რომ ჩემი სამშობლო დაეცვათ. ჩემი რწმენა, ჩემი ღირსება, ჩემი ტრადიცია. არასოდეს ქართველ ხალხს ამაზე უარი არ უთქვია და შვილებს ეუბნებოდნენ ან ფარით მოხვალ, ან ფარზეო, ზემოდანო. ისე აგზავნიდნენ, ხო? და ყველაზე დიდი ღირსება იყო, როდესაც სამშობლოსთვის თავს გაწირავდა ადამიანი და 100,000 მორწმუნე ყავს, 100,000 წამებული ყავს, რომელმაც თავი გაწირა მხოლოდ იმის გამო, რომ ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ და ეგეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არის მეორე. და ისევ ვიმეორებ დღეს რაღაცა კასტა იმ რაღაცა არც ვიცი რა დავარქვა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ოჯახი ტალახში, აი ამ ქიმიურ საწამლავში ჩაახშონ, ხო? და სათავეში ამას უდგანან გიგაურები, ეს ადამიანის უფლებების დამცველები, წართინა ხიდაშელი. იმას, ესე იგი დასმენაზე აგზავნის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაივანის ფულით, რომ როგორმე ეს ქვეყანა. ესე იგი შენ წარმოიდგინე, ჩინეთთან, ეს ბრძოლა, არა, ეს ბრძოლა ჩემთან შენთან ხო არ მიდის. ესერი ხო ამ ქვეყანას ებრძვიან. გავიგე, მაგრამ აი სასაცილოა. სასაცილო არა, ტრაგედიაა. ტრამპი ამაყად ამბობს, მოხარულია ჩავიდეს ჩინეთში და შეხვდეს ცის. რუსეთთან უნდა დაალაგება და ვის ებრძვის ეს? არა, მაგ საქმეს ვაგაშია, მთელი ეს მოლაპარაკებები, რაც ახლა ხდება, აი ეს უტკოფი და ის რო იყო, რა ქვია, მაგის ფულზე არის ლაპარაკი. კუშნერი ჩასული იქ, ხო, არაფერ კავშირში პოლიტიკასთან ამას არა აქვს. ესე იგი ყველა ეხა ხო 47 ომი დაამთავრა, ხო, ეხა უგანდასა და კენია თუ იმათ ხო და ბოლოში რო აწიეს ეს ბოლოში რა ეწერა რომ ეხლაო ესენი შერიგდენო და ჩვენო წეაღისეულებზე გვაქვს პირდაპირ ცდომაო ყველაფერი წამოვა აქითო
იგივე წნომა აქვთ ურანზე რუსეთში, რომელიც საჭიროა. ნავთობი არავინ არ უნდა იყიდოს რუსეთიდან, მაგრამ ურანი ამერიკამ უნდა იყიდოს, იმიტომ რომ ჭირდება და ეხლა ნუ რა. სხვაგან ძვირი. ხო და მაგას გეუბნები, ეს არის ამ ფონზე, ხო? აბსოლუტურად ნათელი ხდება, რატო არის აი ესეთი გაშმაგებული, ესეთი წარმოუდგენელი ბოლოჟამის საქართველოს წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ შენ არ თმობ შენ ღირსებას, შენ ეროვნულ ინტერესებს, შენ სარწმუნოებას. მე მგონი მაინც კონულსია, ყველაფერი გადაწყვეტილია. როცა დაემხო ნატო და ევროკავშირი, ყველაფერი გადაწყვეტილია. არა, ევროკავშირი აღარ არსებობს, შეხედება აღა ევროკავშირი და ნატომ ომი წააგო უკრაინაში. და აღიარა უკვე ეს. ესე იგი შენ წარმოიდგინე, ეს ხო შემთხვევით არ ხდება შალვა, ესეთი გაჟონვები, მოლაპარაკებების, შპიგელის გაჟონვა. ეხლა შენ წარმოიდგინე ერთმანეთში რო ლაპარაკობენ, რომ გააფრთხილეს იქ ვითომ გააფრთხილეს ზელენსკი რა ელოდება ეს დღეები ძალიან ძიმე იქნება სანამ დაიმალეო თორე შენ ცუდად დაამთავრებ და ეგრეც არა უნდა მუსობა არის ზელენსკის წინ 70 პარლამენტის წევრი მაგის პარტიის დეპუტატის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 70 დეპუტატი არა იმის თემა დამთავრებულია არა უტევს და უტევს ეს ზელენსკის ამერიკა აბა ვის აბარაშო ხო რომ დაითანხმო აბა შენ ნახე პრესა მთელი მსოფლიოს პრესა. იმიტომ არის რა, რატო არის ეს მნიშვნელოვანი შენი გადაცემა? იმიტომ რომ აქ არის შესაძლებლობა რომ საზოგადოებამ ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. სოფლიაში რა ხდება, გაიგებს, იმიტომ რომ ყველა არ არის ახლა 3 მილიონი ნახევარი კაცის ხო, ახლა ყველა მიქ ნახოს იქ ისპანეთში რა ეწერება, ამერიკაში, ლონდონში, იმაში, პარიზში, იმაში არა, ეგ არ გაიგე. აქ ძალიან მოკლე დროში ჩვენ ვეუბნებით რეალობა რა არის. ესე იგი ნებისმიერს ადამიანს ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა და თქვას რომ ჩვენ ვიტყუებით. თქვას რომ ჩვენ ვიტყუებით, მოვიდეს, დაჯდეს აქა და ჩვენ დაუდასტურებთ რომ ის ვიტყუება და არა ჩვენ. ისინი იტყუებიან BBC-სთან ერთად, იმიტომ რომ ყველაზე მთელ აი ამ კამპანიაზე, აი ამ სპეცსამსახურების დაგეგმილ, აი ამ პორნოლიბერალების სპეცსამსახურების დაგეგმილ კამპანიაზე 3 სიტყვით არის პასუხი, რომელიც კლავს თემას. ეს რა ქვია, აკმარიო თუ რა ქვია, იმ რას ეძახიან, საწამლავი რა, საწამლავი. კამიტი თუ არა. კამიტე წყალში არ იხსნება. არა, ეს არის და არა, აღარაფერი ვშოდა. ყველაფერი დანარჩენი ექიმებმა რა თქვეს, BBC-მ რა დაწერა, ესენი რო გამოვიდნენ, იმას რო კუჭი გაუსწრა, იმას რო ბუმბული გაძვრა, 3 სიტყვით. კამიტი წყალში არ იხსნება და დამთავრდა. არა, ზოგადად. ესე იგი ამის გამოყენება წყლით იყო შეუძლებელი. საქართველოს მოუწყესო გენოციდიო, ოცნებამო და ეგეთ გენოციდი გინახავს ერთი კაცი რო არ არის კუტარი? არა, ყველას არა, თარს ვინჩივის. არც ერთმა მომიტინგემ არ მიმართა ტოქსიკოლოგი. არც ერთმა. ერთი წლის განმავლობაში არაფერზე ხმა არ ამოუღია. არავის როგორც კი BBC-მ დააჭირა თითი BBC-მ კი არა, სპეც სამსახურმა თითი და შენ წარმოიდგინე ჯერ ეს ერთი ყველაზე დიდ უგუნურებას რასაც აკეთებენ გარდა იმისა რომ ესეთ რამეს კადრულობენ და თავის თავს იმარხავენ ეს არის რომ ცალსახად შიფრავენ თელ თავის აგენტურულ ქსელს როგორც საქართველოში ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ საფრანგულ სენატში ამერიკის კონგრესში ამერიკის სენატში ბრიუსელის პარლამენტში და ასე შემდეგ თიც დააჭერენ ყველანი ერთ იმის უნარიც აღარ გააჩნია თუ ქემაინც ესენი წინასწარ გააფრთხილე რომ სიმპტომებზე ერთი და იგივე რამე ელაპარაკონ რა სიმპტომები აქვს რა ხო შეიძლება რომ წინასწარ ეს BBC ორ დღეში ხარ გაკეთებულა ეს ფილმი რამდენი ხანი ამიტომ წინასწარ ხო იცი შენი აგენტები ვინ არიან ხო და ხო იცი ვინ უნდა ალაპარაკდეს ამ თემაზე ხო და გააფრთხილე გაუგზავნე პატარა SMS-ები რომ იცოდეთ რომ სიმპტომები ამ მოწამლავს აქვს ეგეთი სხვა არაფერი არ ელაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობდა ის რამიშვილი რო არის, რამიშვილი ადვოკატი ერთი. ის ხო წავი. იმანიქიდან დარეკაო, მეო იმის მერე კიბო დამემართაო. იმის მერე. თურმეო რატომ? ხო, კი, არ ვიცოდიო. იმას ის დაემართა. ანევრიზმა დაემართა. იმას გზაურია. თბილისში გოგონა არისო. ამ დასაზარელი დარბევის და რო ჩამოვიდა ერთი კვირის მერე იქ ქუჩაში გაიარა და მოიწამლა.
ხო, წარმოგიდგენია შენ და მე რაც გეუბნა, ყველაზე მეტი მაინც თუთიყუშის ამბავმა შემიძლია. არა, და ძაღლის. ძაღლი რო გაბუტული იყო პატრონზე და თუთიყუში იმ გოგოს ამბავის ტრაგედია ქმარმა რო ის გაახტევინა და თვითონ რო გოგოს რო ხელები და სახე დაეწვა და ქმარს რო არაფერი არ მოუვიდა, რომელსაც ეს ბუშლატი ეწვა. ხო. ის მოვიდა სახში, ისეთი სველი ეწვა ეს ბუშლატი, ისეთი სველი იყო რაღაცა, რომ რო გაახტა ხელები დაეხმარა ცოლი. ხო. და ცოლი რო დაეხმარა გახტაში, ხელები და სახე დაეწვა. და თვითონ იმას რო ეწვა, იმას არაფერი არ დაეწვა. ეს ყველა ამათმა ერთი წლის მერე მიხვდა. აი ეხლა მიხვდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად კომიტი იყო გამოყენებული და ინგა გრიგოლი არის მართალი. ვაიმე. როენა მამიდა. ინგა გრიგოლი საოცარი მოვლენა. ისე უფუჭებს ამათ საქმეს. იქ კაცმა თუთიყუშის პატრონმა პატიოსნად თქვა რომ ეხლა გაგეცინებათო და რაღაცა შაყინოია ბავშვი. არა, იცი რა არის, ნახდად გამეცინებოდა. არა, კაცო, რას გამეცინებოდა? გეპიცები ნახდად გამეცინებოდა, რაც ხდება, მაგრამ არ არის სასაცილო. ბიჭო, ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირს ძალიან სერიოზული დარტყმა. ეს არ ჩაივლის ესე მარტივად. ისე ვიმეორებ, ამიტომ ტყილა არ დავიწყე. 100 წლის წინ 1914 წელს გამოიყენეს ის რა ვთქვია, ეს მომწამლავე ნივთიერება პირველ მსოფლიო ომში და დღემდე ახსოვს კაცობრიობას. იმდენად ახსოვს კაცობრიობას, რომ ეს ჩადეს ამ შენ პრეტენზიაში, რომ ესქნესო, ის იქ გადავიდნენ. სადამ ხუსეინი როგორ დაამყო? ხო, ნუ მაგას, მაგრამ ამიტომ გეუბნები, რომ ეს იცი როგორი რამეა. ასობრივი განადგურების იარაღი. ეს არის უპატიებელი დანაშაული. მე არ ვიცი, რას იზავს მართსაჯულება საქართველოში. მაგრამ ყველა ის ვინც მონაწილეობდა ამ იმაში ქართული საზოგადოებისგან მათ არანაირ შემთხვევაში არ იქნებათ არანაირი ამნისტია. გოგაჩემო, ეს არის ხო, დაუშვებელი ყოველთვის საინტერესო შემოწმება და ასე იქნება სულ. ჩვენ დღეს ვასრულებთ გადაცემას ვიფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს დიდ გადაცემაში.